მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები მე თამთადოლიძე ვარ. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. მოსაზრებები ამჯერადაც განსხვავებულია ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ქართული ოცნება დგას იმ სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად ამ უკვე 14 წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმებათ, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით, ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაცა შინაარსი ექნება ამ ინიციატივას. მიზანი არის, რომ ოპონენტებზე კონდეთ დამატებითი არადემოკრატიული ბერკეტი რაღაცა ზეწოლის და რაღაცა დაშინების. ეს არის მთავარი მიზანი. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატულ რეჟიმებს. ცოტა ირონიულია ამ წყებას რო ქმნის ის ძალა, რომელმაც დანერგა ქვეყანაში სიძულვილის ენა, იმიტომ რომ გავიხსენოთ აქციების განმავლობაში როგორ ურეკავდნენ ხალხს და როგორ აგინებდნენ და ეს ადამიანი არის ყოფილი სუსის უფროსი და ამ პერიოდში გამოიძია თუ არა ის დანაშაულები, რომლებიც ბავშვების მიმართ, დედების მიმართ და აქციის მონაწილე ახალგაზრდების მიმართ მიმდინარეობდა და ის გინებები და ლანძღვები, რომლებიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა, ამის შესახებ თუ აპირებს გამოძიების ჩატარებას. ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ ცხადია, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს მორიგ თავდასხმას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი. საერთოდ გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თუ ირანის მსგავსად ეგრეთ წოდებული მორალური პოლიციის შექმნას. წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, ეს შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. შეიძლება ხა ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. და არავის არ აქვს უფლება, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა. და ამას აქვს სისტემატური ხასიათი და ესეც ხო გასაგებია ხა საიდან მოდის და როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვა. შესაბამისად ამ ყველაფრის დარეგულირება ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივ მოქმედ კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო ლუძის შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიკურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა, მათ შორის საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების,
კულტურისა და განათლების სექტორებში. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შესანიშნავი წინსვლა განიცადა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სტრატეგიული პარტნიორობით უფრო და უფრო მეტი პირდაპირი კავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის, ხალხთა შორისი კავშირებითა და ერთმანეთის კულტურის გაცნობით, ბიზნესსაც მიეცა მეტი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, საქონლის ექსპორტისა და იმპორტისთვის. საქართველოსა და ჩინეთს აქვს საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება. ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. Უდესაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის ჩამოშლის მომსწრენი ვართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის. ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებით ავითარებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები თანმიმდევრულად და სტაბილურად განმავითარეთ და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შედეგებს მივაღწიეთ. ბოლო წლებში ორი ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის პირობებში ჩინეთმა და საქართველომ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელებაზე. ოპოზიციური ალიანსის 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის მზადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. გრძელდება ამომრჩევლებთან შეხვედრები კამპანიის ფარგლებში გიორგი ვაშაძემ და სურა ჯაფარიძემ დელისის მეტროს მიმდებარედ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. შეხვდნენ მოქალაქეებს და პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ 26-ში რო შევიკრიბებით და რაც მთავარია, ეს არის სტარტი, დასაწყისი, პირველი დიდი შეკრება ალიანსის ინიცირებით და ამის შემდგომ ჩვენ აუცილებლად ამ კვირაში, კვირის ბოლოს გავაკეთებთ წინასწარ გარკვეულ პრეზენტაციასაც, სადაც წარმოადგენთ შინაარს. ასეთით მეტი პოზიტივია, ასეთით მეტი ჩართულობა არის, ასეთით მეტი ადამიანი მოდის და გვესაუბრება, მათ შორის სადაც კითხვებს ავსებენ, კითხვებს გისვავენ. აინტერესებთ 26 მაისის სცენარი, აინტერესებთ ზოგადად როგორ ხედავს ალიანსი გამოსავალს ამ რთული სიტუაცია და რომელიც ახლა ქვეყანა არის, ჯამში კარგი პროცესი არის, ნელ-ნელა ჩვენ ვსწავლობთ რაღაცებს და ხვეწავთ გვეძებთ უფრო ეფექტურ გზებს მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციის. გუჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება 26 მაისს იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ასევე მთელმა მსოფლიომ დაინახოს რომ ქართველი ხალხი იბრძვის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი ევროპული მომავლისათვის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიშნავს რომ თითოეული ქართველი ერთად უნდა აღნიშნავდეს ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომელიც ქართულმა ხალხმა მოიპოვა და ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვიცა. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის ერთიანობის დღე, როცა თითოეული ქართველი უნდა იდგეს ერთმანეთის გვერდით. ამ დღის წინაპირობად, ვინც დაშლას, დაყოფას უზრუნველყოფს, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, არის და იქნება. 26 მაისსაც არავითარი გეგმა არ აქვს. და 26 მაისს რაღაც რაოდენობა შეიკრიბება. ახლა გასაგებია რომ ორგანიზაციებია, რაღაცა წევრები ყავდა და რამდენიმე 1000 კაცი შეიძლება შეიკრიბოს. მაგრამ დასასრული იქნება რომ ახლა 26 მაისს რაღაცა პირველი ნაბიჯი გადავდგით და ახლა შემდეგი შეკრება გვექნება, არ ვიცი, ასე ვთქვი, 1 სექტემბერს რაღაცას. მერე 1 სექტემბერს იტყვიან ახალ წელს, ან აღდგო იმას რაღაცას შობას. არავითარი აზრი არ აქვს, მაგ არავითარი გეგმა არ აქვს და არ შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რამე დაგეგმო, როცა ხალხი მასობრივად მხარს არ გიდგა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სასულიერო პირებთან, მოქალაქეებთან, ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს მეტახსენებული უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით 12 წლის წინ დაწესდა ოჯახის სიწმინდის დღე. ოჯახი ეს არის მამაკაცისა და დედაკაცის სიყვარულზე დაფუძნებული ერთობა, რომლის გვირგვინი არის შვილები და ეკლესიაში აღსრულებული 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი არის ჯვისწერა, რომელიც გადამტკიცებს მამაკაცის და დედაკაცის სიყვარულით გამტკიცებელ ურთიერთობას და ეს არის საიდუმლოება და წერია ასეთ რომ ორ არსება კი არა, ერთ არსება ხარ თქვენო. ეს ასე მიმართავს უფალი მამაკაცსა და დედაკაცს. მადლობა ღმერთს, ეს ურთიერთობები დღეს საქართველოში შენარჩუნებულია და ასეც იქნება. ამის შენარჩუნებაში უდიდესი ღვაწლია ჩვენს
დედა ეკლესიას, ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს, ასევე ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს, რომელიც ნეტარხსენებული უწმინდესის გზას გააგრძელებს დარწმუნებული ვარ ამაში. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა დალოცოს ყველა საქართველოში მაცხოვრებელი ოჯახი და უსურვებთ სიმთელეს, სიმშვიდესა და სიმტკიცეს. 17 მაისი ეს არის ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც დაწესდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით. ჩვენს გურია შეუერთდით ამ ტრადიციას და მოვაწყოთ მსვლელობა ქალაქის მასშტაბით, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან შეუერთით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ოჯახი ჩვენი საზოგადოების მთავარი საყრდენია სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და ტრადიციების სიმბოლო, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს თითოეულ ოჯახს გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დილიდან მოვდივართ ტაძარში პატარებთან ერთად და ვეზიარებით და შემდეგ უერთდებით მსვლელობას. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაგილოცოთ ღმერთმა თქვენი ოჯახები და რა ვიცი, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ჩვენ ვირჩევთ დარჩენას. ასეთია მინი ფილმის სლოგანი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მწვანე თაობა მოამზადა. სოფლის მეურნეობის როგორც მომავლის დარგის პოპულარიზაცია, აღნიშნული სფეროს მიმართ ახალგაზრდების ინტერესების გაღვევება, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მეცნიერების მნიშვნელობის პოპულარიზაცია იმ ადამიანებში, ვინც სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობს. გურიანთის საჯარო სკოლის ეკოკლუბს მართლაც საინტერესო გეგმები აქვს. ვნახოთ მათ მიერ მომზადებული მინი ფილმი. ყველაფერი ასე დაიწყო. ჩვენ დავინახეთ, რომ ბუნებაზე საუბარი ხშირად მხოლოდ პრობლემებზე წუხილით შემოიფარგლებოდა. მე იეგო გიაშვილმა და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მწვანე თაობა გამხდარიყო არა მხოლოდ პრობლემებზე მოლაპარაკე, არამედ გამოსავლის მაძიებელი პლატფორმა. ჩვენი ეკოკლუბის მიზანი მარტივია. დავანახოთ ყველას, რომ ეკოლოგია და სოფლის მეურნეობა თანამედროვეობის ყველაზე პერსპექტიული სფეროებია. ჩვენი მასწავლებლის ქეთევან ჩიკაშვილის მხარდაჭერით დავიწყეთ იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც ამ ქვეყანაში დუმილის ნაცვლად საქმეს აკეთებენ. ჩვენი გადაცემის მიზანი მარტივია. გავცეთ პასუხი კითხვას, რატომ უნდა დავრჩეთ აქ ჩვენს მიწაზე და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას. ჩვენი მოგზაურობა სასკოლო სივრციდან დაიწყო და იმ რეგიონებში გაგრძელდა, სადაც დღეს რეალური საქმე კეთდება. მწვანე თაობის გადასაღები მოედანი მთელი საქართველოა. ნაყოფიერი პლანტაციებიდან თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებამდე. ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ინოვაცია ხდება ტრადიციას და სადაც თითოეული მიღწევის უკან დიდი შრომა და მეცნიერება დგას. მე ნატალი კვანღელიძე ვარ და ჩემი მთავარი მიზანია დაგანახოს ყველაფერი, რაც კაცს მოგმარჩება. როდესაც ჩვენ ვესტუმრებთ მოცის პლანტაციებს, ციტრუსის ბაღებსა და ცხენების მოვლას, განსაკუთრებული რამ აღმოაჩინეთ საქართველოში. ეს არის ცოდნა, რომელიც ოქროს ფასია. ჩვენ სწავლობთ მეცნიერებისგან, ფერმერებისგან და ვცდილობთ ჩვენი ცოდნა მაყურებას გავუზიაროთ. ვფიქრობთ, რომ ინფორმაციის მიღება ეს არის ყველაზე დიდი იარაღი განვითარებისთვის. რატომ მაინც და მაინც აგრონომია და ეკოლოგია? იმიტომ, რომ დღეს ეს სფეროები არა მხოლოდ გარემოწე ზრუნვა, არამედ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველია. ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ხშირად არ არის სწორი ინფორმაცია იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რასაც ქართული მიწა ფლობს. ჩვენი მიზანია დავამსხვრიოს სტერეოტიპები და ვაჩვენოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში აგროსექტორი შეიძლება გახდეს ყველაზე პერსპექტიული და პრესტიჟული მიმართულება ახალგაზრდებისათვის. გზაზე ყველაზე დიდი აღმოჩენა ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც ხმაურის გარეშე საქმით ცვლიან რეალობას. გადაღებებისას შეხვდით ახალგაზრდა მეცნიერებსა თუ ენთუზიასტებს, რომლებიც მიწასთან მუშაობას მოძველებულ საქმიანობად კი არა, უდიდეს ინტელექტუალურ გამოწვევად მიიჩნევენ. მათ მაგალითზე დავინახეთ, რომ თანამედროვე ქართული აგროსექტორი აღარ არის მხოლოდ ღვთნათესვა. ეს არის ბიოტექნოლოგიები, სმარტ ფერმები, რესურსების ზუსტი მართვა და გლობალურ ბაზაზე კონკურენციის უნარი. მე ნინი გაგლოევა ვარ და მინდა გითხრათ ყველაზე მთავარი, რატომ ვაკეთებთ ამას. დღეს ბევრი ახალგაზრდა გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს. ჩვენ კი გვინდა დავამტკიცოთ, რომ წარმატების ფორმულა სწორედ აქაა. ჩვენი მიზანია იმ შრომერი და ინოვატორი ახალგაზრდების პოპულარიზაცია, რომლებიც ქვეყნის შიგნით ქმნიან დოვლათს. გვინდა რომ მწვანე თაობა გახდეს მოტივაცია სხვებისთვის, რათა არ მოხდეს ინტელექტუალური გადინება. ჩვენი მასწავლებლები გვასწავლის, რომ მომავალი ჩვენს ხელშია. თუ ჩვენს რესურსებს სწორად გამოვიყენებთ, საქართველო ნამდვილად გახდება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ჩვენ ვირჩევთ დარჩენასა და შენებას.
ჩვენი საბოლოო მიზანია შექმნათ მყარი საინფორმაციო ხიდი მეცნიერებას, ფერმერებსა და მომავალ თაობას შორის. გვინდა რომ ეს გადაცემა გახდეს არა უბრალოდ მედია პლატფორმა, არამედ მძლავრი мотиваცია მათთვის, ვინც გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ ინტელექტუალური და შრომითი რესურსის სწორად გამოყენებით შესაძლებელია შექმნათ ეკოლოგიურად სუფთა, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო. ჩვენ ვირჩევთ დარჩენას, შენებას და მწვანე მომავალს. გახსოვდეთ, მომავალი მწვანეა. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დრო გამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის წვიმაა, ნავარაუდები, ტემპერატურა 13 გრადუსი. ჩოხატაურში ასევე წვიმა იქნება და დაფიქსირდება 14 გრადუსი. რაც შეეხება ლანჩხუთში ნავარაუდებია 17 გრადუსი სითბო. ურეკში ხვალისთვის 16 გრადუსი იქნება ტემპერატურა, ხოლო ბახმაროში 6 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც, ხოლო ტემპერატურა ნავარაუდებია 16 გრადუსი. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.